წინა ფილმის მიხედვით აღდგომის კუნძულის მთავარ უცნაურობას წარმოადგენს მოაის ქანდაკებები. Როგორც უკვე აღწერეთ, ისინი სტილისტურად ყველა ერთნაირადაა გაკეთებული. მეცნიერების მოსაზრებით ისინი ერთგვარი კერპების მოვალეობას ასრულებდნენ. თუმცა უცნაურობაც ამაშია. როგორც უკვე ვახსენეთ, კერპები ერთგვაროვანი არ კეთდება. ის მუდამ მრავალფეროვანია, მათი აღნიშნული პერსონაჟების მიხედვით. იმის გამო, რომ ქვის დამუშავების დათარიღება შეუძლებელია, ამიტომ საკამათოა მეცნიერების მიერ დაწერილი მათი დამზადების თარიღიც. ჩვენი მოსაზრებით ეს ქანდაკებები წარღვნამდელი ეპოქიდან არიან, რომელიც დაახლოებით 12,000 წლის წინ მოხდა. უცნაურია ამ ქანდაკებების განლაგებაც. როგორც უკვე ვახსენეთ, ისინი პრაქტიკულად მთელი კუნძულის პერიმეტრზე არიან განლაგებული სანაპირო ზოლში, ხოლო სახით ყველა დგას კუნძულის ცენტრისკენ. რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი? მეცნიერებმა თავისი არგუმენტის გასამყარებლად, რომ ეს ქანდაკებები აბორიგენების წინაპრების გამოსახულებები იყო, რომლის მეშვეობითაც თითქოს გარდაცვლილთა სულები მეთვალყურეობდნენ დარჩენილებს. სწორედ ამ განლაგებას და მზერის მიმართულებას იშველიებენ. თითქოს და კუნძულს უყურებენ წინაპრები. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე პოლინეზიურ დასახლებებში არსად მსგავსი კულტი ან რელიგიური რიტუალი არ შეინიშნება. თუ კი ვთქვათ, ეს ქანდაკებები იქნებოდნენ მიტრიალებული კონკრეტულად რომელიმე მხრისკენ, მაგალითად აღმოსავლეთისკენ, ანუ იმ განხრით, რომ აღმოსავლეთიდან მზე ამოდის, ისევე როგორც ეს მიღებულია პრაქტიკულად ყველა სახის რელიგიურ მიმდინარეობაში. მაშინ გასაგები და მისაღები იქნებოდა მოსაზრება ამ ქანდაკებების რელიგიურ დანიშნულებაზე. თუნდაც აღმოსავლეთით არ ყოფილიყვნენ მიბრუნებული, მაგრამ მაინც რომელიმე კონკრეტულ მხარეს ყოფილიყვნენ. მაშინ შეიძლებოდა გამოთქმულიყო მოსაზრება, რომ იმ კონკრეტული მიმართულებიდან მომავალ ღმერთს ელოდებოდნენ. ამ მომენტისთვის ღმერთი პირობითად არის აღებული. ერთი მიმართულებით ყურება წარმოშობდა ვარაუდს, რომ თავისი წინაპართა სამშობლოს ადგილმდებარეობის სივრცეში დასაფიქსირებლად გაკეთდა. ხოლო ქანდაკებებით პატივი მიაგეს არა კონკრეტულად ამ კუნძულზე დაბადებულ ხალხს, არამედ იმ ყოფილ სამშობლოში მოღვაწე პიროვნებებს. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, სინამდვილეში ყველა ქანდაკება კუნძულის ცენტრისკენ იყურება. ჩვენი მოსაზრებით არის ვარიანტი, რომ კუნძულის ცენტრში თავის დროზე იდგა გარკვეული საკულტო ნაგებობა, ან ძირითადი ღვთაების დიდი კერპი. ხომ არ არის ვარიანტი, რომ ყველა ქანდაკება სწორედ იმ კერპს უყურებდა თავის დროზე? ასევე გვაქვს კიდევ სხვა მოსაზრებაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქანდაკებების რაოდენობა, რომელიც დღეისთვის 887 ცალია, ხომ არ იყო პირველ მოსახლეობის რაოდენობის აღნიშნული რიცხვი. აშკარაა, რომ ამ ქანდაკებების ძირითადი ნაწილი ერთ ეპოქაშია გამოკვეთილი პრაქტიკულად ერთი ოსტატის მიერ და არა 500 წლის განმავლობაში მრავალი მოქანდაკის შემოქმედებით. იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ეს ქანდაკებები პოლინეზიელების მოსვლამდე იყო კუნძულზე, გამოდგება იმავე ტურ ჰეირდალის კვლევა, რომლის მიხედვითაც, როდესაც ჰოტუმატუა თავისი ხალხით მოადგა ამ კუნძულს, მათ უკვე დახვდათ იქ მათთან შედარებით სოციალურად და სავარაუდოდ ტექნოლოგიურად განვითარებული ხალხი. გადმოცემით ისინი იყვნენ ქერა და ცისფერთვალა ადამიანები. აბორიგენები მათ დიდყურებიანებს, ანუ ჰანუ-ეეპეს ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ მოაის სწორედ გრძელი ყურები აქვს გამოკვეთილად. სავარაუდოდ სწორედ იქ დახვედრილი ხალხის მიერ იქნა გამოქანდაკებული ეს კულტურები. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ხალხი დღეისათვის კუნძულზე აღარ ცხოვრობენ. ტურ ჰეირდალს აღწერილი აქვს ამ კუნძულის ისტორია. ადგილობრივების გამოკითხვის მიხედვით მან აღწერა შემდეგი. როდესაც ჰოტუმატუა თავისი ხალხით ჩამოვიდა კუნძულზე, ადგილზე დახვედრილმა მოსახლეობამ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, მომხდურთან შედარებით უფრო განვითარებული იყო. კუნძულზე ცხოვრების უფლების სანაცვლოდ ჩამოსულები დაიყენეს მსახურებად. მსახური კი როგორც მოგეხსენებათ ჩაგრულია. ეს გაგრძელდა გარკვეული პერიოდი, რაც დასრულდა მომხდურთა აჯანყებით. ცნობისათვის იმავე გადმოცემებში ჩამოსულები რაოდენობრივად აღემატებოდნენ დამხდურებს. აჯანყების შედეგად ჩამოსულებმა ერთიანად გაჟლიტეს ადგილობრივები. არ დაინდეს არც ბავშვები და არც ღნიერები, ხოლო მათი გვამები ერთით კოცონზე დაწვეს. ამ კოცონის კვალი თავად ტურ ჰეირდალმა იპოვა. ადგილობრივების მიერ მითითებულ ორმოში დიდი ოდენობით ნაცარი, ნახშირი და გამომწვარი ძვლის ფრაგმენტები იყო. მიუხედავად ნივთიერი მტკიცებულებებისა, თანამედროვე ისტორიკოსები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. მათი აზრით, კრემაციის ადგილი შესაძლოა ადგილობრივი დამკრძალავი რიტუალური პრაქტიკის ნაწილი ყოფილიყო. თუმცა შემორჩენილი ტრადიციებით ადგილობრივები თავის მიცვალებულებს ძირითადად კრძალავდნენ მიწაში. მათი რიტუალების მიხედვით გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდებოდა სამარხის გახსნა, ძვლების ამოღება, გაწმენდა და სხვადასხვა რიტუალებში გამოყენება. იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ხდებოდა გარდაცვლილის კრემაცია. ეს აიხსნება იმითაც, რომ კუნძულზე არ იზრდებოდა მსხვილტანიანი მცენარე, რომელიც შეშის ფორმით კრემაციისთვის აუცილებელი კომპონენტი იქნებოდა. ეს ფაქტი საერთოდ გამორიცხავს მეცნიერების მიერ შემოთავაზებული კრემაციის ტრადიციას, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო საუკუნეების მანძილზე. თავად ტურ ჰეირდალი აღწერს ამ კუნძულზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ადგილობრივების გადმოცემების მიხედვით. კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, რაც ჰეირდალმა აღწერა, მოგვიანებით ვისაუბრებთ.
მისი გადმოცემით, როდესაც გრძელყურებიანებთან კონფლიქტი გამწვავდა, მათ თავი შეაფარეს ნახევარკუნძულს, რომელიც გამოყოფილი იყო დანარჩენი კუნძულიდან გრძელი თავდაცვითი თხრილით. მისი თქმით, ეს თხრილი იყო სიგანით 12 და სიღრმით 4 მეტრი, ხოლო სიგრძით დაახლოებით 2 კილომეტრი. ძირითადად ის გათხრილი იყო ვულკანურ ქანებში, რის გამოც ეს დღემდე საკამათო თემაა. გეოლოგებიც კი ამტკიცებენ, რომ ეს თხრილი სინამდვილეში ბუნებრივი წარმონაქმნია, თუმცა ჰეიერდალის მიერ გაკეთებული გათხრები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. თავად ამ თხრილის არსებობა ძალიან უცნაურია. ნუ დავივიწყებთ, რომ პოლონეზიელები ამ პერიოდისთვის ისევ ქვის ხანის ტექნოლოგიების მფლობელი ხალხი იყო. თუ კი არქეოლოგიურ გათხრებს დავუჯერებთ, რომლის მიხედვითაც კუნძულზე არანაირი ლითონის ნაკეთობა არაა აღმოჩენილი, არც დახვედრილი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო ლითონის ეპოქის წარმომადგენელი. ამ დროს საუბარია ტრანშიაზე, რომელიც დაახლოებით 96,000 კუბამეტრი ვულკანური ქანის ამოთხრით მიიღეს. ანუ პრიმიტიული ხელსაწყოებით ასეთი სამუშაოების ჩატარება დღესაც კი საკმაოდ რთულია თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში. დღეს მსგავსი საქმისთვის პიროტექნიკა და მძიმე სათხრელი მანქანები დაგჭირდებოდა. ტურ ჰეიერდალის მოსაზრებები კი და თავად მოაის სკულპტურები ნათლად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ პოლონეზიელების მოსვლამდე ამ კუნძულზე ცხოვრობდა აშკარად სხვა ცივილიზაციის და სავარაუდოდ რასის წარმომადგენელი ხალხი, რომელიც, როგორც აღნიშნეთ, იყვნენ შედარებით განვითარებულები როგორც სოციალური, ისე ტექნოლოგიური განხრით, ვიდრე მოგვიანებით მოსული პოლონეზიელები. თანაც ის ხალხი ამ კუნძულზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. კუნძულის ზომები და მისი საკვები რესურსების მოპოვების პოტენციალი თავად ექმნის ფაქტორს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის რაოდენობა უნდა ყოფილიყო მკაცრად განსაზღვრული, არა უმეტეს გარკვეული რაოდენობისა. კუნძულის რესურსებიდან გამომდინარე უხეში დათვლებით, სრული იზოლაციის პირობებში ეს რაოდენობა უნდა ყოფილიყო არა უმეტეს 800-დან 1500 ადამიანამდე. თუ კი გავითვალისწინებთ ჰეიერდალის მიერ გადმოცემულ ადგილობრივების მოგონებებს, რომლის მიხედვითაც პოლონეზიელების მოსვლამდე კუნძულზე იყო ტყეები, ჰქონდა შედარებით მეტი სასმელი წყალი და გარემოსთან სრული ბალანსი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქ დახვედრილი ხალხი გარდა ტექნოლოგიური განხრისა სოციალურადაც შედარებით მაღალ საფეხურზე იდგა, ვიდრე მოსული პოლონეზიელები. იმისთვის, რომ კუნძულის რესურსები სტაბილურად აღდგენადი ყოფილიყო, როგორც აღნიშნეთ, კუნძულზე არაუმეტეს 1500 მოსახლეს უნდა ეცხოვრა. ანუ საშუალოდ 1000 ადამიანი, რომელთა რაოდენობის დაცვა სავარაუდოდ მკაცრი შიდა განაწესის ნაწილი იქნებოდა. როგორც უკვე აღნიშნეთ, პოლონეზიელებამდე ეს ხალხი ამ კუნძულზე ცხოვრობდა საკმაოდ დიდი ხანი. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ 1000 წლეულების განმავლობაში. ასეთ პერიოდში, რა თქმა უნდა, თაობები იცვლება თავისი შეხედულებებით თუ მენტალიტეტით. თანაც ჩაკეტილ პირობებში აუცილებლად მოხდებოდა გენეტიკური დეგრადაციაც. იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ყველა ერთიმეორის ნათესავი გახდებოდა უნებური ინცესტის შედეგად. იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში არ განელებულიყო პოპულაციის კონტროლის მკაცრი მოთხოვნები, საჭირო იქნებოდა მყარი და თვალში საცემი ნიშანი. რა შეიძლებოდა ეს ნიშანი ყოფილიყო? აქ ჩვენ კიდევ ერთ ვერსიას გთავაზობთ. შემთხვევით ეს ქანდაკება მოაები, რომელთა ნამდვილი დანიშნულება დღემდე ამოუხსნელია. ხომ არ იქნებოდა სწორედ ეგ მყარი და თვალში საცემი ნიშანი? წარმოვიდგინოთ მისი შემქმნელების მოტივი. მათ დადგეს კუნძულზე გარკვეული რაოდენობა ერთნაირი იერსახის, მაგრამ სხვადასხვა ზომის ქანდაკებები. შემთხვევით მათი რაოდენობით ხომ არ იყო გამოსახული ამ კუნძულის მაქსიმალური შესაძლო მაცხოვრებელთა რაოდენობა. ცნობისათვის დღეისათვის აღმოჩენილია 887 ცალი მოაის ქანდაკება, რომელიც საკმაოდ ახლოსაა 1000-თან, რაც მრგვალი რიცხვია. ასევე აღსანიშნავია, რომ კუნძულზე ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები დღემდე არაა ჩატარებული. აქვე იმასაც აღნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ კუნძულს გადატანილი აქვს ან წარღვნა, ან მსგავსი დიდი მასშტაბის წყლის მოვარდნა, რის გამოც მოაების ზოგიერთი ნაწილი შეიძლება დაფლული იყოს გარკვეულ სიღრმეზე, ან შესაძლოა ზოგიერთი სულაც განადგურდა დროთა განმავლობაში, კუნძულზე მიმდინარე კონფლიქტებისა თუ მოგვიანებით მომხდურთა არაჰუმანური ქცევების გამო. ასევე ზოგიერთი მოაი სავარაუდოდ განძის მძებნელებმა წაიღეს და დღეს კერძო კოლექციებში ინახება, ისე რომ საერთო რაოდენობაში არ ითვლებიან. ასეთი ქანდაკებების არსებობა მუდამ იქნებოდა იმის შეხსენება, თუ რა რაოდენობის ცოცხალი ადამიანი უნდა ყოფილიყო ამ კუნძულზე. თუნდაც დიდი დეგრადაციის პირობებშიც კი, როცა ვთქვათ და დაიკარგებოდა ელემენტარული არითმეტიკა, თუ კი წინაპრების წესებს დაიცავდნენ, მარტივად დაითვლიდნენ საკუთარ მოსახლეობას ამ ქანდაკებების მიხედვით. თუ ვინ იყო ეს ხალხი, საიდან მოვიდნენ და რატომ ცხოვრობდნენ ამ კუნძულზე, მოგვიანებით გავშლით მომავალ სერიებში. მოდით ამ მომენტში ისევ დაუბრუნდეთ ტურ ჰეიერდალის მიერ აღწერილ კონფლიქტის თემას. თუ რა მოხდა და რის გამო დაიწყო ომი ორ ერთი მეორესგან საკმაოდ განსხვავებულ ხალხს შორის. თუ კი დაუშვებთ, რომ ჩვენი მოსაზრება სიმართლესთან ახლოა, ანუ კუნძულზე ნორმალური ცხოვრებისთვის გარკვეულ რაოდენობაზე მეტი მოსახლე არ უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მოსული პოლონეზიელები შექმნიდნენ ერთგვარ დისბალანსს.
ყველაზე მცირე საკვების კრიზისი დაიწყებოდა. ჰერდალი პირდაპირ მოგვითხრობს, როგორ და რის გამო დაიწყო კონფლიქტი. ცხადია, პოლონეზიელებს უკან ვეღარ გაყრიდნენ, შესაბამისად საჭირო იყო შექმნილი საკვების კრიზისის მოგვარება. ამისთვის მათ მოიფიქრეს, რომ დამატებით გარკვეული რაოდენობა მიწა გაესუფთავებინათ, რომ დამატებითი საკვები მოეყვანათ. ამისათვის გრძელყურებიანებმა ჩამოსულებს დაავალეს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ქვების მოგროვება და ზღვაში გადაყრა, რომ მერე მაგ ადგილას დაეთესათ სხვადასხვა კულტურული მცენარე. სწორედ ამ სამუშაოების შესრულებისას დაიწყო აღნიშნული კონფლიქტი. ჩამოსულებმა გადაწყვიტეს, რომ მიმდინარეობდა მათი უსამართლო ექსპლუატაცია, რის შედეგადაც დაიწყო ამბოხი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ომი დასრულდა გრძელყურებიანთა თითქმის სრული გაშლეტით. ამის შემდეგ დაიწყო კუნძულის სრული ეკოლოგიური განადგურება. დასაწყისში, სანამ კუნძულზე იყო რესურსები, მოსახლეობის რიცხვი ინტენსიურად მატულობდა. იმიტომ რომ არავინ იცავდა შეზღუდვებს, ხალხის რაოდენობა სჭირდებოდა მეტი საკვები და წყალი. გრძელყურებიანების გაჟლეტამ გამოიწვია ისიც, რომ მიწათმოქმედება პრაქტიკულად მოისპო, იმიტომ რომ ჩამოსულებს მსგავსი ცოდნა არ ჰქონდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულიად გაჩეხეს ადგილობრივი ტყის მასივები, რასაც მოჰყვა ადგილობრივი ფაუნის გადაშენება. კრიზისის პიკზე საკვების მოპოვება შეიძლებოდა იმ წირი მიწათმოქმედი ადამიანების და მეთევზეების ხარჯზე, რომლებიც ახლომახლო წყლებში ახერხებდნენ თევზის თუ ზღვის კუების დაჭერას. ცხადია, ოკეანეში თევზი არ გამოილეოდა, მაგრამ თევზ მიგრაცია ახასიათებს. ის ყოველთვის კუნძულის ნაპირებთან არ ბინადრობს. საკმარისი რაოდენობით თევზის დასაჭერად ღრმად ზღვაში შესვლა საჭირო. ამისთვის კი სულ მცირე მყარი ხის მერქნისგან დამზადებული ნავი ან მცირე ზომის ტივი იქნებოდა საჭირო. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამბოხიდან გარკვეულ პერიოდში კუნძულზე მსხვილმერქნიანი ხე ფაქტიურად აღარ დარჩა. ეს დამატებითი მწვავე ფაქტორი აღმოჩნდა საკვების კრიზისის თვალსაზრისით. ის იმ დონეზე მწვავე გახდა გარკვეულ პერიოდში, რომ დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირებების კასკადი უკვე ჩამოსულებს შორის. გადმოცემების მიხედვით, პრაქტიკულად ბოლო ლუკმების გამო მიმდინარეობდა ერთიმეორე ჟლეტა. ასევე ადგილი ჰქონდა კანიბალიზმის არაერთ ფაქტსაც. ერთ მომენტში მიწის ზედაპირზე დღისით გამოჩენა სახიფათოც კი გახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომაც მათ მიაშურეს კუნძულის მღვიმე გამოქვაბულებს. ასეთი სიტუაცია გრძელდებოდა პრაქტიკულად ევროპელების გამოჩენამდე. უფრო ზუსტად მანამდე, ვიდრე ევროპელებმა მონებად არ წაიყვანეს მატერიკზე მოსახლეობის უმრავლესობა. შემდგომში, როდესაც კუნძული ჩილეს ნაწილი გახდა, უკვე სახელმწიფო ამარაგებდა საჭირო პროვიზიით და ასე გრძელდება დღემდე. აქ ერთი საინტერესო მოვლენა იხატება. როგორც ვიცით და ჩვენც აღვნიშნეთ არაერთხელ, პოლინეზიელები ბრწყინვალე მეზღვაურები არიან. ვარსკვლავების დინების თუ ფრინველის მიგრაციის მეშვეობით ისინი უკიდეკანო ოკეანეში იკვლევდნენ გზას ყოველგვარი თანამედროვე სანავიგაციო ხელსაწყოების დახმარების გარეშე. როდესაც ასეთი საკვების კრიზისი შეიქმნა, რატომ არ დატოვეს კუნძული ახალი უკეთესი მიწის მოძებნის მოტივით? სულ მცირე მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მაინც. ის ფაქტი, რომ ტყის მასივები აღარ იყო და წესიერი მტკიცე საცურაო საშუალებების შექმნა აღარ შეეძლოთ, უკვე მოგვიანებით ხდებოდა. მწვავე საკვების კრიზისის პერიოდში. მანამდე მათ თავისუფლად შეეძლოთ ან დაეტოვებინათ კუნძული, ან უბრალოდ მიმოსვლა აღედგინათ თავის წინაპართა სამშობლოსთან, ან ეპოვათ სხვა ალტერნატიული მიწა. ასევე უცნაურად ჩანს თავად ჩამოსვლის პერიოდიც. როდესაც მათ დახვდათ ადგილზე მაცხოვრებელი ხალხი და ნახეს, რომ კუნძულს არ აქვს საჭირო რაოდენობის რესურსი. რატომ თავიდანვე არ დატოვეს კუნძული? ამ თემაზე უკვე შემდეგ ფილმში ვისაუბრებთ. თუ ფილმი მოგეწონათ, არხი გამოიწერეთ და რეაგირება მოგვიხსნით YouTube-ზე. აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემის შესახებ. დღეისათვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით მომავალ სერიამდე.